ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში 16 კილოგრამ ჰაერს მოიხმარს. ის ადამიანის უმთავრესი სასიცოცხლო რესურსია. დღეს მსოფლიოში ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვება სისტემურად, უწყვეტი მეთოდით ხდება. საქართველოში კი ხელსაწყო, რომელიც ჰაერის ხარისხის მონიტორინგს სისტემურად განახორციელებს, გარემოს დაცვის სამინისტროს არ აქვს. საქართველოში ჰაერის ხარისხის განსაზღვრა 70-იანი წლებიდან სპეციალურ ჯიხურებში დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდებოდა. იმ პერიოდში 11 ქალაქში 33 ჯიხური 12 დამაბინძურებელ ნივთიერებას საზღვრავდა. 1993 წლიდან ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვება შეწყდა. 2006 წელს კი მხოლოდ 4 ჯიხური აღდგა. თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში, სადაც საერთო ჯამში დღეს მხოლოდ 8 დამაბინძურებელი ნივთიერება იზომება. ისიც ისევ ძველი საბჭოთა მეთოდით. ამ საბჭოთა მეთოდით სარგებლობისას კი ყოველ 100,000 მოსახლეზე ერთი სადამკვირვებლო ჯიხური მაინც უნდა არსებობდეს. ანუ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის განსასაზღვრად საქართველოში დაახლოებით 45 ჯიხური უნდა იდგეს, მაგრამ დღესულ 7 ჯიხური ფუნქციონირებს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. თამნანა სურაშვილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქიმიკოსია. ის სამუშაო დღეებში სინჯებს დღეში 3 ჯერ კვინიტაძის ქუჩაზე განთავსებულ ამ ჯიხურში იღებს. ცნობილი არის, რომ პასიური მოძრაობის დროს არის ზუსტად 12 გამონაბოლქვი CO2 და არავითარ საჩქარად რომ მოძრაობს მანქანა, ამ დროს არა დამუხრუჭების და აი თავიდან წასვლის შემთხვევაში არის უფრო მეტი გამონაბოლქვი. აღებული სინჯები სააგენტოს ლაბორატორიაში მიდის, სადაც მისი ქიმიური დამუშავება და კონცენტრაციის განსაზღვრა ხდება. გარემოს დაცვის სამინისტროს 2010 წლის მოხსენებით, იმ 4 ქალაქში, სადაც დაკვირვება მიმდინარეობდა, თითქმის ყველა ნივთიერება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აჭარბებს. შემოწმებული 8 კომპონენტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მტვერი. მტვერი ჰაერში საწვავისთვის შედეგად ძირითადად ავტოტრანსპორტიდან და ცემენტის ქარხნებიდან ხდება. მტვერი სხვადასხვა ზომის ნაწილაკებისგან შედგება. რაც უფრო მცირეა მყარი ნაწილაკის ზომა, მით უფრო ღრმად აღწევს იგი ადამიანის ორგანიზმში და შესაბამისად უფრო მავნეა. დიაგრამაზე ევროპული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია მითითებული არ არის, რადგან ევროპაში მტვრის ცალკეულ ფრაქციებს ადგენენ, რაც საქართველოში ჯერ ისევ მიუღწეველია. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია საქართველოში. 2009 წელს მტვერი თბილისში, ზესტაფონსა და ბათუმში ზღვრულად დასაშვებ ნორმას აჭარბებს 3 ჯერ, ქუთაისში 6 ჯერ. ორგანიზმისთვის ეს მაინც ძალიან დამანგრეველია, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე მოქმედებენ, უშუალოდ სისხლში შეიჭრებიან, რაც როგორც გითხარით, გამოიხატება სიცოცხლის უნარიანობის შემცირებით და ასე შემდეგ, აი ამ მთელი რიგი პათოლოგიური ცვლილებებით. შემდეგი ნივთიერება ნახშირჟანგი არასრული წვის პროდუქტია. ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ანგარიშში მხოლოდ თბილისის მონაცემებია შესული, რადგან დანარჩენ 3 ქალაქში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა მიუხედავად იმისა, რომ მთავარი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია, საერთოდ არ ხდება. თბილისში ნორმას აჭარბებს 1,5 მისი დაბალი კონცენტრაციებიც კი საშიშია, რადგან იგი ხანგრძლივი მოქმედების დროს დაბალი კონცენტრაციებითაც კი ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. 5 ივნის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ მწვანე ავტოკლუბმა ქალაქში ავტომობილების გამონაბოლქვი შეამოწმა. შემოწმებული ავტომობილებიდან არც ერთი ნორმაში არ ჩნდებოდა. 20%-ით იყო მეტი CO-ს ანუ CO გამონაბოლქვში შემოწმების დროს. ანუ ეს იყო არასრული წვა მიდიოდა და გამოიყოფოდა CO, რაც საშიშია გარემოსთვის სათბურის ეფექტს უწყობს ხელს და იგივე კატალიზატორს, რაც ბიდნავს, ასე რომ თქვა, დიდი რაოდენობით CO-ს ემისია. გოგირდის ორჟანგი ატმოსფეროში ხდება გოგირდის შემცველი საწვავისთვისას, ძირითადად დიზელის. ამ შემთხვევაში ევროპული და ქართული ნორმა ერთმანეთს არ ემთხვევა. 4-ვე ქალაქში ორჯერ აჭარბებს ევროპაში დასაშვებ ნორმას. საქართველოში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას კი მხოლოდ ქუთაისში აჭარბებს. ცნობილია, რომ აი ამ ატმოსფერული ჰაერის გაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედების რეგიონებში გახანგრძლივებულია მაგალითად გრიპოზული დაავადებები. იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვს ადამიანებს, ხანგრძლივად მიმდინარეობს და ატიპიურად მიმდინარეობს ტუბერკულოზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 350 მგ/კგ. ევროპაში კი დაშვებულია მხოლოდ 10 მგ/კგ. ანუ საქართველოში დაშვებული ნორმა 35 ჯერ აღემატება ევროპულს.
შემდეგი ნივთიერება, რაც ჰაერში იზომება, აზოტის ჟანგეულებია. ის წარმოიქმნება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და ჟანგბადის სიჭარბის პირობებში საწვავის წვის დროს. აქ ევროპული და ქართული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ერთმანეთს ემთხვევა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში საშუალოდ ნორმას 2.5-ჯერ აჭარბებს. იგი მაღალი კონცენტრაციებით იწვევს წვის შეგრძნებებს, ლორწოვანის, თვალების, წვით ხახის და თუ ეს პროცესები ან მოქმედება აზოტის დიოქსიდის ხანგრძლივია, თუნდაც მცირე კონცენტრაციებით, მას შეუძლია გამოიწვიოს ძალიან ბევრი დაავადებების გამწვავებაც და თვითონ გახდეს ინტოქსიკაციის მიზეზი. სააგენტოს დაკვირვების მეთოდს უწუნებს და მათ შედეგებს არენდობა არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის გარემოს დაცვის ექსპერტი ლიკა თოდუა. მეორეა რომ ზომავენ, რა თქმა უნდა, არა ისე როგორც დღეს ცივილიზებულ სამყაროში იმზომება, ანუ ეს არ არის უწყვეტი გაზომვები, ეს არის მარტო სამუშაო დღეებში, მარტო სამუშაო საათებში დღეში 3-ჯერ გაზომვა. ნორმაში, რაც ფუნქციონალური ძალაში იყო და დღეს საქართველოში რაც ძალაში, იქ წერია ესე, რომ არა უშავს თუ გადაჭარბება არის ცოტა. აბსოლუტურად განსხვავდება ევროპულ მიდგომასთან, სადაც აი თუ მიუახლოვდა ზღვრულად დასაშვებს, ეს უკვე ითვლება, რომ ძალიან ცუდია. ამ მეთოდის მთავარი ნაკლი სწორედ ის არის, რომ წერტილოვანი გაზომვებით მხოლოდ ერთი უბნის ჰაერის ხარისხის განსაზღვრა ხდება, რასაც გარემოს დაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. ეს არის წერტილოვანი გაზომვები პრინციპში, რომელიც კიდევ ერთხელ გავმეორდები, არ მოგცემს ზოგად სურათს თუ რა მდგომარეობაა ქალაქში, თუნდაც ერთ უბანში ამის თქმაც კი შეუძლებელია ამ ტიპის გაზომვებით. ეხლა სწორედ მიდის მოლაპარაკებები ჰოლანდიის მთავრობასთან, რომ დაგვეხმარონ ამ კუთხით. იწერება პროექტი, რომლის მიხედვითაც დაიდგმება ერთი ავტომატური თანამედროვე გამზომი სადგური, რომელიც ავტომატურად გაზომავს ძირითად დამაბინძურებლებს ჰაერში. მივიღეთ 0.17 მიკროგრამი. ის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები კი, რომლითაც ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჯგუფი ხელმძღვანელობს, საბჭოთა დროინდელია. ატმოსფერული ჰაერის შესახებ კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი ზღვრულად დასაშვებ ნორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს ჯანდაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ჩვენ ორივე სამინისტროს კითხვით მივმართეთ, თუ რატომ იყენებენ ისევ საბჭოთა ნორმებს და რატომ არ ხდება მათი ევროსტანდარტებთან ჰარმონიზაცია. ეს კითხვა ალბათ უფრო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ არის, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს აი ამ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. სამწუხაროდ მან ყველაფერზე ვერ გიპასუხეთ, ისევ ქალბატონსოფოს უნდა დაუკავშირდეს. როგორ შეიძლება რომ დაუკავშირდეთ რა მობილურსაც არ პასუხობს? აი დიდი ხანია ურეკავ უკვე 1-2 კვირა იქნება და ჩვენ ასეთი გვაქვს მითითება, რომ უნდა გადავამესამართოთ აუცილებლად სოფოსთან. რა ზომავენ? ეს შეგვიძლია ვთქვათ. შეიძლება ძირითადად დამაბინძურებელი სხვა არის. ჩვენ ვიცით, გვაქვს ინფორმაცია მარტო იმის შესახებ, რასაც ზომავენ. ეს არის სამართველო, ამბობს, რომ ძალიან ბევრი ორგანიკა გაიფრქვა, ორგანული ნივთიერები, ეს ყველა არის არაორგანული ნივთიერებები, რაც ჩამოთვალეთ კონცენტრაციები, ხო? ორგანული ნივთიერებები გაიფრქვება და სად მიდის, რა არის ამ გაფრქვევის შედეგი, რა კონცენტრაციას იძლევა ამის გაზომვის საშუალება დღეს არ არსებობს. ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი პირველ რიგში ავტომობილები, შემდეგ სამრეწველო და ენერგეტიკის სექტორი და ნაგავსაყრელებია. სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევები დღეს მხოლოდ რამდენიმე წერტილში ხდება. ცემენტის ქარხნებიდან რუსთავსა და კასპში. ფეროშენადნობთა ქარხნიდან კი ზესტაფონში. ენერგოსექტორიდან გაფრქვევები გარდაბანში 3 მსხვილით ბიოელექტროსადგურიდან ხდება. ჩამოთვლილი ქალაქებიდან კი ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვება მხოლოდ ზესტაფონში ხდება. სააგენტო იქ დამატებით მანგანუმის კონცენტრაციას საზღვრავს. 2005 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის რაოდენობა ნორმას 8-ჯერ და 9-ჯერ აჭარბებს. ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებს ქალაქში არსებული ნაგავსაყრელები. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს მოხსენებაში ეს აღნიშნული არ არის. 2010 წლის ბოლომდე თბილისს 2 მოქმედი ნაგავსაყრელი ემსახურებოდა, იაღლუჯას და გლდანის ნაგავსაყრელები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ. გარეთ რო გამოხვალ ვეღარ სუნთქო, ჩაისუნთქო და შევარდე სახლში. ვერ გამოხვალ გარეთ. ქალაქიდან რო გამოიხედავთ, ქალაქიდან თელია ეს უბანი არის ბოლში ჩაფლული. ამას ყველა დაინახავს პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც და რა ქვია, ქალაქის მერიც და ის რა ბუნების დაცვის მინისტრი თუ რა ვიცი რა ქვია, გარემოს დაცვის მინისტრი. ყველამ უნდა შეამჩნიოს, ეს არ არის აქ მოსვლა აუცილებელი. უბრალოდ იმითი მაინც უნდა დაინტერესდეს, რატო დგას ასეთი ღრუბელი.
ნოემბერში ქალაქის მერმა ნორიოში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი გახსნა. თუმცა როგორც ლიკათოდუა ამბობს, ეს გლდანის მოსახლეობის პრობლემას ვერ გადაჭრის. ჩვენთან ნაგავსაყრელები პრინციპულად ისე არის ხოლმე მოწყობილი, მაგალითად თბილისის ორივე ნაგავსაყრელი. ნაგავი იყრება ფერდზე და მისი დაფარვა მიწით უბრალოდ შეუძლებელია კომპაქტურად დაფარვა. ამიტომ იქ ყოველთვის შედის ჰაერი, ყოველთვის მიმდინარეობს წვა. ნაგავსაყრელებზე ძირითადად კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა. კანცეროგენების ღრულად დასაშვები კონცენტრაცია კი როგორც ექიმი ტოქსიკოლოგები ამბობენ არ არსებობს. ისინი მცირე რაოდენობითაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. დიოქსინი არის გაზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ათვისებიანი სიმსივნეების განვითარება, არამედ სიმახინჯეების განვითარება. ქვეყანაში სატრანსპორტო გაფრქვევების დიდი რაოდენობა სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. პირველი მოძველებული ავტოპარკი, მეორე საწვავის ხარისხი, მესამე საცობი. საქართველოში არ არსებობს არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა იმპორტირებულ მანქანებზე. ასაკოვანი მანქანების იმპორტი კი ძირითადად ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან ხორციელდება. მეორადი მოხმარების ავტომობილები კი ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სერიოზულად აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს. 2007 წლამდე ჩვენ აღარ მოხდოთ არც ტექ დათვალიერებებს, არც სავალდებულო დაზღვევას. კანონს მე შევიდა ამასე პარლამენტში. აი როცა დავწმუნდებით, რომ კორუფცია ნამდვილად აღარ არის, ხალხს უფრო მეტი საშუალება იქნება მაგ დროისთვის რომ გადაიხადოს. მე ხელახლა აღვარ 2007 წლამდე დავამთავრეთ ეს. ესე საერთოდ გაჩერებების საბაბი არ უნდა იყოს, ეხა იქ ცეცხლსაქრობი არ აქვს, ეს ამაზე არ უნდა გავაჩეროთ. გავაჩეროთ იმაზე, რომ დაარღვოს. ეს განცხადება 2004 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლად შექმნილი საპატრულო პოლიციის შენობაში სტუმრობისას გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე თვეში ტექდათვალიერება გაუქმდა და სავალდებულო მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის გახდა. მაშინდელი გადაწყვეტილებით ტექდათვალიერების ამოქმედების ვადა ჯერ 2007 წლამდე, 2007 წელს კი 2013 წლამდე გადაიდო. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, დღეს 85% დაახლოებით ავტომობილების არის მეორადი და მათი ასაკი ხო უკეთეს შემთხვევაში 10 წელია. თუ მეტი არა, საშუალო ასაკი მაქვს ხედელობაში. ანუ ეს ავტომობილები განკუთვნილი არის ავტომობილების სასაფლაოსათვის საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი ხელის აღება და ტექ დათვალიერებაზე და ისეთი ფორმით მართლა არ უნდა ეარსება, როგორც არსებობდა ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს ძალიან მძიმე სურათს ხატავს. ერთი უსაფრთხოება, მეორე გარემოს უსაფრთხოებად, იმიტომ რომ გამონაბოლქვის ვერავითარ ასე ვთქვათ ნორმას 95% ვერ აკმაყოფილებს ავტომობილები. ბოლო წლებში საგრძნობლადაა გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2000 წელს რეგისტრირებული იყო 258,000 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის მსუბუქი, სატვირთო და სამგზავრო. 2005 წელს ეს ციფრი 418,000 ერთეულამდე გაიზარდა. ხოლო 2009 წელს 661,000 ერთეული შეადგინა. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა. აქედან 5 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 30,160 შეადგენს, 6-დან 10 წლამდე 44,523-ს, 11-დან 15 წლამდე 154,062-ს, 16-დან 20 წლამდე 163,223-ს, 20 წელზე ზევით ასაკის ავტომობილების რიცხვი კი 269,103 ერთეულს შეადგენს. ავტომობილებისთვის ევროპაში ასევე სავალდებულოა ფილტრი, რომელიც გამონაბოლქვს ამცირებს. ჩვენთან ამას არ იყენებენ და ვერ იყენებენ, ან ფაქტობრივად აძრობენ მანქანებს, იმიტომ რომ კატალიზური კონვერტერი იჭედება თუ ბუჭდება.